ცნობიერებს ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება. მერკაბა ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროექცირება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ ხდება, სანამ სხეულს დატოვებდეს და მას შემდეგ, სანამ ჩვენი გაგებით მილიონობით წლების შემდეგ კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება. სულს ყოველთვის ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა. დავუბრუნდეთ ისევ მე-12 განზომილებას. ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორიც ვიცით, არ არსებობს, სადაც სულ სხვა არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნამდვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების ანახავად, რისის შექმნაც ან რაღაც მსგავსიც მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა. მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზის მაგვარ მდგომარეობაშია, მზრუნველი ყურადღების ქვეშ. სული კი, ან უпроსტად სულის ცნობიერება, სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული. ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე. როდესაც სული განვითარების ყველა საფეხურს გაივლის, დაუბრუნდება სხეულს, მერე ისევ დაბლა დაეშვება ახალი სამყაროების შესაქმნელად და თავისივე შექმნილი სამყაროების გზით ისევ უკან დაბრუნდება და იპოვის თავისივე თავის ნაწილს, თავის წყვილს. არჩევანი აქვს დაბრუნდეს მონადაში, დაიწყოს ზემოთასვლა ენერგეტიკული გზით, სათითაოდ შეუერთდეს ყველა მის ფრაგმენტს. ამგვარად გაერთიანებული სული უზარმაზარ ენერგიას აგროვებს და შეუძლია არამატო გამოიყოს პირველ საწყის, არამედ უკვე თვითონ გახდეს იგივე ენერგიის ახალი უშრედი წყარო და პირველ საწყისი, ახალი სამყაროს დასაბამი. ახლა ვილაპარაკებ რამდენიმე შემთხვევების შესახებ, რომლებიც მოხდება თქვენი შინ დაბრუნებისას, სრულ ცნობიერებაში. ახლა ნამდვილად უბრუნდებით თქვენს ჭეშმარიტ სახლს, თვით ჭეშმარიტებას და როცა აღნიშნული უფრო მაღალი რეალობა გაიხსნება თქვენ წინაშე, შეგემთხვევათ უცნაური რამ, რომელთა ახსნასაც სხვათათვის ვერ შეძლებთ. ეს შემთხვევების შესაძლოა თქვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად გეჩვენოთ, მაგრამ საზოგადოებრივმა აზროვნებამ ჩათვალოს უცნაურობად. ამიტომ შეიძლება გამოსცადოთ გარკვეული შიში ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა, რათა შიშიდან სიყვარულისკენ გადავაადგილდეთ. საჭიროა ასევე თქვენი იმაში დარწმუნება, რომ არ არსებობს ისეთი არაფერი, რისის შიშიც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს. უბრალოდ ბრუნდებით იმ გზაზე, რომელზედაც ადრე დადიოდით.